მოგესალმებით ტაქტიკალის სიუციდან. დღევანდელი ვიდეო განხილვა შეეხება სამდღიანი ლაშქრობისთვის საჭირო სალაშქრო ჩანთის ზოგად კომპლექტაციას. მიმოვიხილავთ ნივთების ძირითადი და მეორადი დანიშნულების ნივთების ზოგად დანიშნულებებს, მათ სახეობებს, ვარიაციებს და როგორი ვარიანტები და როგორი კონფიგურაციის ნივთები, სიტყვაზე ან ჩანთის როგორი კონფიგურაცია ჯობია ამა თუ იმ სიტუაციაში. ესე იგი, სამდღიანი ლაშქრობა გააჩნია წელიწადის რომელ დროს მიმდინარეობს. სამდღიანი ლაშქრობა შეიძლება იყოს ძალიან რთულ მარშრუტზეც და შეიძლება იყოს უმარტივესი მარშრუტი, რომელიც ჩვეულებრივი რაღაცა ერთდღიანი პიკნიკისგან დიდად არ განსხვავდება, თუმცა იმის გამო რომ 3 დღით გვიწევს სიტყვაზე ბუნებაში დარჩენა, ყოფნა, ერთდღიანი ჩანთის კომპლექტაციისგან განსხვავებით, 3დღიანი ჩანთის კომპლექტაცია ბევრად უფრო მრავალფეროვანი არის და ბევრი დამატებით ნივთებს და სხვადასხვა საშუალებებს მოიცავს. ესე იგი, ყველაზე ძირითადი ახლა საიდანაც უნდა დავიწყოთ, ხო, ჩანთა. ჩანთა აქაც ვიტყვი რომ თუ კი ჩვენ არ მივდივართ რაღაცა სამხედრო სწავლებაზე და ჩანთას არ ვიყენებთ რაღაცა სპეციალურად სამხედრო დანიშნულებით, დიდად რეკომენდირებული არ არის რომ სამხედრო ჩანთით წავიდეთ ჩვეულებრივ ლაშქრობაზე, ჰაიკინგზე, ჯობია რომ სპეციალურად სალაშქრო სხვადასხვა ბრენდების მიერ სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოებული სალაშქრო ჩანთა გამოვიყენოთ, რომელიც სპეციალურად ამ სპეციფიკაზე არის მორგებული, ანუ რასაც ქვია ლაშქრობა, ბუნებაში დასვენება. სამხედრო ჩანთებს, ტაქტიკურ ჩანთებს ბევრი სხვა დამატებითი ფუნქციები აქვს, ბევრი სხვა დამატებითი აქსესუარი, სამაგრი დეტალები იგივე, როგორც წესი სამხედრო ჩანთები უმეტესად ბევრად უფრო გამძლე და სქელი მატერიით არის შეკერილი, აქვს დამატებითი სამაგრები, სხვადასხვა დამატებითი პოუჩებისთვის იგივე მოლე სისტემა აქვს ხშირ შემთხვევაში. შესაბამისად, წონა ყოველთვის სამხედრო ჩანთების დიდი არის, აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ ძალიან ისეთი ჩვენთანაც აქტიურად ხმარებაში ყოფი ბევრი მოლაშქრე იყენებს ილბეს ტიპის ჩანთები, ამერიკელი საზღვაო ქვეითების ჩანთები, რომელიც ძალიან უკიდურესად გამძლე და უკიდურესად საიმედო ჩანთა არის, მაგრამ ეს არ არის სპეციალური სალაშქრო ჩანთა და მთელი ასე ვთქვათ, ძირითადი მინუსი ილბესი არის ის, რომ ცარიელი საკმაოდ ისეთი მძიმე არის. ესე იგი, ჩანთების განხილვაზე, აქ დეტალურ განხილვაზე არ გადავალ, უბრალოდ აქ გამოჩნდება სხვადასხვა ბრენდის სხვადასხვა ჩანთები, რომელიც მეტნაკლებად გამოიყენება მოლაშქრეებში და რეკომენდირებული არის ხარისხის ამბავში და აქცენტი უფრო აი ამ ბრენდებზე უკეთესია რომ გააკეთოთ. აქ ვისაუბრებ ზოგადად ჩანთის მოცულობაზე. თვითონ სამდღიანი გასვლისთვის ჩანთის ტევადობა, მოცულობა, შიდა სივრცე უნდა იყოს სადღაც 50-დან 60 ლიტრამდე. თუ თქვენ რაღაც განსაკუთრებით სპეციფიური მოთხოვნები არ გაქვთ და რაღაც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნივთების წაღება არ გესაჭიროებათ და სიტყვაზე რაღაცა დიდი 80-100 ლიტრიანი ტევადობის ჩანთა არ გჭირდებათ ამ გასვლისთვის, ეს უკვე ცოტა განსხვავებული შემთხვევა არის. სტანდარტულ სიტუაციაში 50-60 ლიტრიანი ჩანთა მისაღები არის. ეხლა აქ ჩვენ ვინაიდან ვიდეოს ტაქტიკალის სივრცეში ვიღებთ უმეტესად 50-60 ლიტრის კონფიგურაციის ჩანთები, ტაქტიკური სამხედრო ჩანთები არის აქ წარმოდგენილი და ნიმუშათაც ესეთი სამხედრო კონფიგურაციის, სამხედრო კონსტრუქციის ჩანთა არის. ეს არის 60 litrიანი ჩანთა, 55-60 litrიანი კონფიგურაციის ჩანთა არის. გამოდგება ესეთ ლაშქრობებში, მაგრამ კიდევ და კიდევ მეორებ, რომ თუ თქვენ რაღაცა სამხედრო ოპერაციაზე არ ხართ სამხედრო დანიშნულებით არ იყენებთ ჩანთას, არ არის დიდად რეკომენდირებული კამუფლირებული ჩანთის გამოყენება ლაშქრობაზე, იმიტომ რომ უბედური შემთხვევის დროს კამუფლირებული ჩანთის შემჩნევა, დანახვა ბუნებაში ლანდშაფტის ფონზე, მცენარეული საფარის ფონზე ბევრად უფრო რთულია, ვიდრე შედარებით ღია ფერებში, ღია მკვირალა ფერებში წარმოდგენილი ჩანთის. ჩანთის კონფიგურაცია შეიძლება იყოს ესეთიც, შეიძლება იყოს აი ესეთიც, რომელსაც კიდევ უფრო
დამატებითი მეტი დამატებითი ჯიბეები აქვს გვერდზე. ნაწილი ნიკელებული არის კონსტრუქციაში ჩაშენებული ჯიბეები. ნაწილი ამ შემთხვევაში მოლეს სისტემაზე არის. ეს არის თურქული კომპანია ვავის წარმოების ჩანთა, რომელიც ტაქტიკალში მოვიძიე. ტაქტიკალშია სხვადასხვანაირები წარმოდგენილი. ნუ სალაშქრო საერთო კონფიგურაციით სალაშქრო ჩანთისგან დიდად არ განსხვავდება 60 ლიტრიანი სული 60 ლიტრი შიდა მოცულობის ჩანთა არის და საკმაოდ კარგი კონფიგურაცია არის სალაშქროდ გამოყენებისთვის. აქვს დამატებითი ბევრი დამატებითი პატარა ჯიბეები სწრაფმოხსნას შორის სწრაფმოხსნად კონფიგურაციაშიც, სადაც სხვადასხვა ნივთები შეიძლება იქნას გადანაწილებული და სიტყვაზე სურვილის შემთხვევაში ეს ჯიბეები შეიძლება საერთოდ მოიხსნას და ან მაგალითად ამ ჩანთის შემთხვევაში საერთოდ მოიხსნას და ცალკე გამოვიყენოთ ლაშქრობის ფარგლებში მცირე გასვლების დროს გამოყენებისთვის, ან შეიძლება საერთოდ დავტოვოთ და აწავიღოთ ზედმეტი გაბარიტებისა და წონის მოსაცილებლად. ესე იგი, ნივთების განხილვაზე სანამ გადავალ, აქვე გეტყვით, რომ ჩანთის ჩალაგებას აქვს თავისი წესი, რასაც დამწყები მომლაშქრეები ხშირად არ იცავენ ხოლმე. გამოცდილი მომლაშქრეებმა ეს კარგად იციან, ვინც შორმან მარშრუტებზე, მაღალი დიდი დატვირთვის მქონე რთულ მარშრუტებზე, დიდი ჩანთებით მოძრაობს, რამდენიმე დღიან გასვლებზე, დიდი ზომის ჩანთებს აქვს თავისი ჩალაგების წესი, რომელიც არის ლეიერების, ანუ ფენების, ასე ვთქვათ, პრინციპზე არის აგებული და გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა ნივთები, ერთი დანიშნულების სხვადასხვა ნივთები და სხვადასხვა წონის ნივთები ჩანთის სხვადასხვა ადგილზე უნდა განლაგდეს. ესე იგი, აქ ეხლა გამოჩნდება სურათები, ქართულად იქნება დაწერილი, კარგად თვალსაჩინოთ, რომ დაინახოთ ნივთები სად უნდა ჩალაგდეს ჩანთაში, რათა მისი ტარება მაქსიმალურად გაადვიდეს. ეს არის ყველაზე ოპტიმალური ვარიაციები, რომელიც პრაქტიკაში არის გამოცდილი და ეს ლეიერების სისტემა, ლეიერების პრინციპით დალაგება ნივთების თქვენ დაგეხმარებათ, რომ მაქსიმალურად კომფორტულად ატაროთ ჩანთა ამ რამდენიმე დღიანი ლაშქრობის ფარგლებში. დავიწყოთ უკვე ჩანთაში მოთავსებული ნივთების განხილვა. სანამ უშუალოდ წვრილმან ნივთებზე გადავალ სიტყვაზე, ხო, როგორც არის კარავი და სხვადასხვა ნივთები, ჯობია რომ დავიწყო ესეთი ნივთით, ეს არის წყალგაუმტარი ტომარა. არსებობს სპეციალური სალაშქრო ჩანთები, თვითონ ჩანთა არის ასეთი კონფიგურაციის, წყალგაუმტარი კონფიგურაციის, მაგრამ უმეტესი სახეობის მსუბუქი წონის სალაშქრო ჩანთები, ესე წყალგაუმტარი დიდად არ არის, შეიძლება წყალამრიდი ფენა იყოს, წყალამრიდი მატერიალებისგან იყოს დამზადებული, მაგრამ ესე 100% წყლის შეკავებაზე, რა თქმა უნდა, არ არის გათვლილი, ნესტი და წყალი აუცილებლად შევაშიგნით, განსაკუთრებით თუ ესეთი სველ ამინდში, წვიმიან ამინდში, ამ სიტყვაზე ისეთ ადგილზე გადიხართ ლაშქრობაზე, სადაც ნესტი და წვიმა არის, ან შეიძლება საერთოდ მდინარის გადალახვაც კი მოგიწიოთ, ეს რა თქმა უნდა წვიმასთან უნდა გქონდეთ განსაზღვრული. ძალიან აქტიურად გამოიყენება ლაშქრობებზე, სალაშქრო ჩანთებში, ნივთების მოსათავსებლად, ესეთი წყალგაუმტარი ტომრები, ესენი სხვადასხვანაირი წონითი კატეგორიის არის დაწყებული, რა ვიცი, 5 ლიტრიდან უფრო პატარებიც არის, მეგონი 5 ლიტრიდან ზემოთ არის 50 ლიტრიანებიც. 3 დღიანი გასვლისთვის სიტყვაზე 60 ლიტრიანი ჩანთის ნივთების ჩასალაგებლად ესეთი 30-35 ლიტრიანი წყალგაუმტარი ტომარა იდეალური ზომის არის. ამაში ალაგებთ მეორე ხელ ტასაცმელს, ანუ გამოსაცვლელ ტასაცმელს, წინდებს, მაისურს, სიტყვაზე შეიძლება იყოს აქვე თერმული ზედაქვედა ამით ჩასაცმელად თუ სიტყვაზე ისეთი მიმართულებაზე მიდიხართ, რომ შეიძლება ღამე ძალიან დაბალი იყოს ტემპერატურა. ისეთი ნივთები, რომლის დასველების შემთხვევაში პრობლემები შეგვიქმნება და რომლის მშრალად შენახვა არის აუცილებელი. ამ ნივთებს ყველაფერს ვალაგებთ ამ ჩანთაში. ვეცადოთ უნდა რომ ზედმეტად ისეთი მძიმე ნივთებით არ მოხდეს ამ ჩანთის დატვირთვა, ეს სიტყვაზე ფოტოაპარატი და მსგავსი ნივთები ამაში არ უნდა ჩავდოთ. ფოტოაპარატის სპეციალური ჩანთა შეგვიძლია გამოიყენოთ ფოტოაპარატისთვის წყლისგან დასაცავად და ის საერთოდ ცალკე უნდა იყოს. ეს მაქსიმალურად მსუბუქად უნდა დაკომპლექტდეს და დაიპრესება ესეთი დატრიალების მეთოდით. იპრესება, ჰაერი გამოდის და პრაქტიკულად ვაკუუმივით იქნება შიგნით, სრული ვაკუუმი რა თქმა უნდა არ შეიქმნება ამაში და ხდება ჩანთაში ესე ჩადება. ზოგიერთ ტიპის ასეთ ჩანთებს აი დაბლ აქვს მოსაწევ მოსატრიალებელი პლასმასის ესეთი საცობი, ეგეთები კიდე უკეთესი არის.
ზედამხრიდან დავატრიალებთ, მაქსიმალურად დავპრესავთ, შევკრავთ და ჰაერის მაქსიმალურად გამოდევნისთვის, შემდეგში ქვედა მხრიდან საცოქს მოუშვებთ, კიდევ უფრო მეტად დავპრესავთ და დავუჭერთ. ესე იგი, ეს ნივთები ერთ-ერთი ყველაზე ისეთი პრაქტიკული ნივთი არის და კარგია ზოგადად თქვენ სალაშქრო კომპლექტაციაში თუ იქნება. შემდეგ ესე იგი, ორგანაიზერი ჩანთები, ეს არის ჰელიკონის კომპანია, ჰელიკონის წარმოების პოლონური კომპანია არის ჰელიკონი. მისი წარმოების ორგანაიზერი არის. ნივთების ორგანაიზერებში დანაწილების მეთოდი თქვენ დაგეხმარებათ, რომ სხვადასხვა ზომის ორგანაიზერ ქვეჩანთებში, ეს დავარქვათ, გადავანაწილოთ ერთნაირი დაახლოებით ერთნაირი დანიშნულების ნივთები და ზოგ შემთხვევაში წყალგაუმტარ ორგანაიზერებში, ზოგი არის წყალგაუმტარი, ან ძალიან ხშირად ატარებს წყალს, ეს ერთად ჩალაგებული ერთი დანიშნულების ნივთები ჩავდოთ პირდაპირ ჩანთაში, სიტყვაზე ზოგ შემთხვევაში აი ამ წყალგაუმტარი ტომის გარეშე. წინ წყალგაუმტარ ტომარაში შეიძლება აი ამ ორგანაიზერი ჩანთისგანაც ჩალაგებული. ეს დაგვეხმარება იმაში, რომ წინასწარ იქნას ამ ორგანაიზერებში რაღაც გარკვეული ტიპის ნივთები ჩალაგებული და ჩანთის სწრაფ ჩალაგებაში და სწრაფ ამოლაგებაში მაქსიმალურად დაგვეხმარება ესეთი სამი სხვადასხვა ზომის ორგანაიზერი ჩანთა რო გქონდეს, უკვე ნორმალური რაოდენობა არის. ჩანთის სწრაფ ჩალაგებაში გვეხმარება, სწრაფ ამოლაგებაში და მაქსიმალურად გვიცავს იმისგან თავიდან გვარდებს იმას, რომ საველე პირობებში დავკარგოთ ნივთები განსაკუთრებით ღამით შებინდებულზე ღამით, როდესაც ლაშქრობის დროს ბევრს დაუკარგია, მათ შორის ძალიან ძვირფასი ნივთები და აი ამ ორგანაიზერ ჩანთებში დანაწილების მეთოდი ძალიან დაგეხმარებათ. ესე იგი, შემდეგი ახლა დავიწყოთ ყველაზე ესეთი დიდი ზომის ნივთებიდან დავიწყოთ ახლა კარვით. კარვები სხვადასხვანაირი არის წარმოდგენილი და ნიმუშის სახით ახლა რადგან ეს ვიდეო მაინც და მაინც თვითონ კარვების კონსტრუქციას და კარვების სახეობას არ ეხება, ავიღე ესეთი საშუალო ზომის კარავი. კარავი იმის მიხედვით უნდა შეარჩიოთ თქვენი კონკრეტული მოთხოვნილებებიდან, საჭიროებებიდან გამომდინარე, გასვლაზე მიგაქვთ ერთკაციანი კარავი, მიგაქვთ ორკაციანი თუ სამკაციანი კარავი, მიგაქვთ ამ სხვებთან ერთად იყოს კარავი, შეიძლება კარავი საერთოდ არც წაიღოთ და სხვისი კარავი გამოიყენოთ. კარვის ტიპები, სახეობებიც კიდე საერთოდ ცალკე თემა არის, გინდათ რაღაცა უმარტივესი ერთფენიანი კარავი, რომ სიტყვაზე რაღაცა მინიმუმ რაღაცა მწერებისგან დაგიცვათ, ან სიტყვაზე ქარისგან, თუ გინდათ ისეთი კარავი, ორტენტიანი კარავი, სრულფასოვანი ორტენტიანი კარავი, რომელიც სიტყვაზე წვიმისგანაც დაგიცავთ, წვიმისგან და ნესტისგან დაგიცავთ სრულფასოვნად. ეს საერთოდ ცალკე თემა არის და ცოტა მოგვიანებით ჩავწერთ ამაზე, გადავიდეთ ამაზე ვიდეოს. კარავი, რა თქმა უნდა, მისი ზომიდან გამომდინარე, როგორც წესი, ხშირად აი ამაზე ბევრად პატარა არ არის ხოლმე კარვები, მით უმეტეს ეს ორკაციანი კარვები. უნდა დავამაგროთ ჩანთაზე გარედან და უკეთესია თუ გარედან ჩანთაზე დამაგრებული იქნება ვერტიკალურად, ანუ რომელიმე გვერდითა მხარეს და არა ჩანთის ქვედა მხრიდან ჰორიზონტალურად. კარვის ნაცვლად სამდღიან გასვლაზე აქაც რა თქმა უნდა გააჩნია რა მიმართულებაზე მიდიხართ, როგორი რელიეფია, როგორი ლანდშაფტი არის. ამის მიხედვით უნდა გააკეთოთ გადაწყვეტილების მიღება. კარვის ნაცვლად შეიძლება წავიღოთ ესეთი გასაჭიმი ტენტი, რომლის გაჭიმვა ხეებს შორისაც შეიძლება, სალაშქრო მიწაში ჩარჩობილ სალაშქრო ჯოხებს შორისაც შეიძლება ტენტის გაჭიმვა, იგივე აი ბაშას კონფიგურაციის ტენტები, როგორცაც აი მაგალითად ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები არმია იყენებს და ჩვენთანაც პოპულარული არის ბაშას კონფიგურაციის ტენტები, აი ახლა გამოჩნდება სურათი, ხშირ შემთხვევაში სამდღიან გასვლაზე, განსაკუთრებით წელიწადის ამ პერიოდში, კარავი საერთოდ არც არის საჭირო და ტენტი ჩვეულებრივი ბაშა სრულიად საკმარისი არის ხოლმე წვიმისგან კარგად დაგიცავთ და თუ კარგად არის გაშლილი, დიდად არ ჩამოუვარდება კარავს, თუმცა რა თქმა უნდა სრულფასოვანი კარავი უკეთესი არის ამაზე ორი აზრი არც არის, რომ რა თქმა უნდა სრულფასოვანი კარავი ბევრად უკეთესია ვიდრე ბაშა, მაგრამ კარგი ბაშა, კარგი ტენტი ცუდ კარავს ჯობია ხშირ შემთხვევაში. ესე იგი, შემდეგი ძირს საფენები ჩვენთან პარალონებს რო ეძახიან, მაგრამ პარალონი მხოლოდ მასალა არის ერთ-ერთი, რომლისგანაც ძირსაგებების ერთი კონფიგურაციები მზადდება.
ძირსაგებები ბევრი სხვადასხვანაირი კონფიგურაციის არსებობს, რა თქმა უნდა, ყველაზე ესეთი ცნობილი და გავრცელებული რაც არის ესეთი ჩვეულებრივი ღრუბლოვანი მასალისგან დამზადებული პარალონებს, რასაც ეძახიან რეალურად რბილი ძირსაგებები სამხედრო დანიშნულებით გამოიყენება ხშირად ესეთები გამოიყენებოდა არადი გამოიყენება ახლაც ესენი ბევრი სხვადასხვანაირი არსებობს არის სამოქალაქოები არის წმინდა სამხედროები სხვადასხვა სისქისა და სირბილის მაჩვენებლებით მაგალითად ეს კონკრეტული შედარებით ფრთხელია მაგრამ უფრო მყარი მასალით არის თქვენი სურვილიდან გამომდინარე უნდა მოახდინოთ მისი შერჩევა რა თქმა უნდა ესენი მარტივად იყიდება ჩვენთან ყველგან შეიძლება იყიდოთ სალაშქრო მაღაზიებშიც ბაზრობებზეც იაფით არის შედარებით მაგრამ გაბარიტებში დიდი არის ქვემოდან ჰორიზონტალური დამაგრების დროს ხშირ შემთხვევაში ტყეში პრობლემებს ქმნის იმიტომ რომ ედება რაღაცებს მე ბოლოები ეხევა გვერდიდან თუ დავამაგრეთ აქაც ზედმეტ ადგილში კავებს და გაბარიტებში იზრდება ჩანთა არის ერთ-ერთი ვარიანტი მეც გამომიყენებია ადრე ძველ წლებში ეგ მეთოდი დიდ სამხედრო ჩანთაში ჩავაგდებთ ამ ძირსაგებს გავშლით მაქსიმალურად რომ შიდა სივრცე მთლიანად შეავსოს და დიდი რაღაცა ესეთი კასრის ფორმას იღებს დიდი სამხედრო ჩანთა და შემდეგ აქ შიგნით ვალაგებთ სხვადასხვა ნივთებს მაგრამ თანამედროვეობაში არსებობს ესეთი სალაშქრო გასაბერი სალაშქრო ძირსაგებები ბევრი სხვადასხვანაირი კონფიგურაციის ეხლა სურათი გამოჩნდება ესეთი სტანდარტული გაბერილი მდგომარეობაში როგორი არის ეს მაგალითად არის ესეთი კომპანია ემტაკის უკრაინული კომპანია ემტაკის სამხედრო ტაქტიკური გასაბერი ძირსაგები გაბერილი მდგომარეობაში ეს მწვანე ფერის არის გაბერილი მდგომარეობაში ესეთი ცალკეული ბალიშებისგან შედგება ძალიან კომფორტული არის ისეთ ადგილებზე სადაც შეიძლება პატარა ქვები იყოს უსწორმასწორო ზედაპირი იყოს ჩვეულებრივი პარალონისგან განსხვავებით ბევრად უფრო კომფორტულად შეიძლება ამაზე დაწოლა და რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ზომაში ნახეთ ეს ერთ-ერთი ყველაზე ესეთი დიდ გასაბერ ქვეშსაგებად ითვლება დაკეცილ მდგომარეობაში ესეთი არის ძალიან ესეთი ბევრი ქვეშსაგებები ერთკაციანები ამაზე კიდევ უფრო პატარები არის დაკეცილ მდგომარეობაში ანუ მინიმალურ ადგილს იკავებს ჩანთაში განსხვავებით ამ ძველი ჩვეულებრივი ძირსაგებებისგან აქვე ამასაც შევეხები რახან რადგან გაჩვენეთ ეს არის აი ამ ძირსაგების პრინციპზე გაკეთებული რბილი დასაჯდომი ბალიში რომელიც სხვადასხვა ადგილზე ლაშქრობის პროცესში დაждდომის დროს შეიძლება გამოიყენოთ სპეციალურად სალაშქრო დანიშნულების დასაჯდომი ბალიში არის ესეთი თუ არ გვაქვს ამ შემთხვევაში არის ძველებური მეთოდი ჩვეულებრივი ესეთ სამხედრო ძირსაგებს ვიღებთ ვაჭრით რაღაცა კონკრეტულ მონაკვეთს და კუსტარულად ვაკეთებთ დასაჯდომს შეიძლება ორი ცალი ერთმანეთს დავაწყებოთ დავამაგროთ აქ გავხრიტოთ შეიძლება და კამარზეც ჩამოვიყიდოთ სიტყვაზე რაღაც დამაგრებული არ გქონდეს რაღაცაზე და მოხსნა დამაგრება არ დაგჭირდეს სამხედრო დანიშნულების ესეთ დასაჯდომ რბილ ბალიშებს თუნდაც აი ამ სამხედრო ძირსაგებებისგან მოჭრილებს ხშირად იყენებდნენ ჯერ კიდე საბჭოთა არმია იყენებდა ხოლმე მსგავსებს ავღანეთში, შემდეგში ჩეჩნეთშიც იყენებდნენ და არსებობს ასევე თანამედროვე ტაქტიკური სამხედრო დასაჯდომი რბილი პადები ტაქტიკური სამხედრო კონფიგურაციის 1000-ნაირი და ასევე ასეთი სალაშქროები როგორც უკვე განახეთ ესეც ბევრი სხვადასხვანაირი არის თუ დააკვირდებით როგორი ესეთი ღია აფილოსფერი ფერის არის მარტივად შესამჩნევი რომ იყოს რაც შეეხება საძილე ტომრებს საძილე ტომარა ათასობით სხვადასხვანაირი კონფიგურაციის არსებობს მისი შერჩევა რა თქმა უნდა მოხდეს იმის მიხედვით თუ წელიწადის რომელ დროს ხდება ლაშქრობა რომელ სეზონზე არის გასვლა როგორი ასე ვთქვათ კლიმატი დაგვხდება იმ კონკრეტულ ადგილზე სადაც მივდივართ მიახლოებითი ტემპერატურები დღის ღამის პერიოდში მიახლოებით როგორი ტემპერატურები არის შეიძლება ახლა სამხრეთ საქართველოში ჯავახეთის იყოს გასვლა და ყველგან ცხელოდეს რაღაცა მაღალი ტემპერატურა იყოს ყველგან მაგრამ მან ღამით ძალიან დაბალი ტემპერატურა არის ხოლმე ზაფხულშიც აი ამის მიხედვით უნდა მოხდეს განსაზღვრა როგორი ტიპის საძილე ტომარა მიგვაქვს თუმცა რაღაცა მაღალ ასე ვთქვათ მინუსებზე მაღალ
ყინვაზე გათვლილი საძილე ტომრები დიდად ზაფხულის გასვლებზე აუცილებელი არ არის რაღაცა სტანდარტულ სამდღიან გასვლებზე და აქ რაღაც ძალიან ესეთი სიღრმეში აღარ მიყვები ამ თემას, ესეც საძილე ტომრების თემა არის. თვითონ საძილე ტომარას შევეხები. საძილე ტომარა რა თქმა უნდა ერთ-ერთი ძირითადი ნივთი არის, ჩანთაში იდება ყველაზე ქვედა ძირში, მის ქვემოთ კიდე შეიძლება რაღაცა ტიპის შემდეგი მეორადი გამოყენების ტანსაცმელი იქნას ჩადებული და ეგ ტანსაცმელიც უკეთესი არის თუ რაღაც ცელოფნის პარკში იქნება, იმიტომ რომ ქვედა მხრიდან მაქსიმალურად იყოს დაცული ნესტისგან, შეიძლება ქვემოთ პირდაპირ იქნას ჩადებული საძილე ტომარა, ანუ ყველაზე ბოლო გამოყენების ნივთი არის, იმ დროს გვხვდება, როდესაც ბანაკს უშლით, კარავს უშლით და დაძინებას ვაპირებთ შესაბამისად ჩანთის ზემოთ არ უნდა იყოს მოთავსებული საძილე ტომარა, ხო? საძილე ტომარა ბევრი სხვადასხვანაირი არის, არის ესეთი ზომებისაც არის. ესეთიც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ხარისხიანი საძილე ტომარა გქონდეს მინიმალურ ზომებში, მინიმალურ წონაში, ვიღოთ მაქსიმალურად თბილი საძილე ტომარა, თუმცა ზაფხულის გასვლებზე თუ თქვენ რაღაც ძალიან აქტიური molashkre არ ხართ და რაღაცა ყოველ შაბათ-კვირას სიტყვაზე სალაშქროთ არ დადიხართ, ყოველ კვირა ან თვეში ორჯერ არ დადიხართ სალაშქროთ, ჩვეულებრივი შედარებით იაფფასიანი საძილე ტომარაც გამოგადგებათ. ესე იგი, შემდეგი საწუმრები ბევრი სხვადასხვანაირი არსებობს, აქაც არსებობს ტანსაცმელის ზედა ტანსაცმლის კონფიგურაციის ამ ხელებიანი, სახელოებიანი საწუმრები არის ესეთი ჩვეულებრივი პონჩოს კონფიგურაციის საწუმრები. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ ფერებისგან გამომდინარე და დამზადებისას გამოყენებული მასალებიდან გამომდინარე სალაშქრო კონფიგურაციის ღია ხასხასა ფერებში გაკეთებული წარმოებული საწვიმარი ჯობია, ამ შემთხვევაში სტაფილოსფერი, რომელშიც მარტივად ჩანხარდა ისევ და ისევ უბედური შემთხვევის პირობებში მარტივად გიპოვნიან სიტყვაზე, სადმე თუ გადავარდით, წაიჩეცით და ასე შემდეგ, მაგრამ სხვა გამოსავალი თუ არა გაქვთ, სამხედრო კამუფლირებული, ამ შემთხვევაში მულტიკამი იქნება ეს თუ მუდლენდი მეორე ხარისხოვანია, სამხედრო კამუფლირებული, სამხედრო შესრულების საწვიმარი პონჩოთ შეიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ყოველთვის სამხედრო პონჩოები უფრო შედარებით დაბალი ხარისხის არის ხოლმე მით უმეტეს საქართველოში, ვიდრე ნორმალური სალაშქრო საწვიმრები და წონაშიც ხშირ შემთხვევაში სალაშქრო საწვიმარი ბევრად უფრო ნაკლები არის ხოლმე, ამიტომ აქცენტი ესეთ სალაშქრო საწვიმრებზე გააკეთეთ. აქვე წარმოდგენილი არის მსგავსი ნივთებიდან, ესე იგი გამაშები, პაჭიჭები ქვიან თუ არ ვწდები ქართულად. ბევრი სხვადასხვანაირები არის ესენიც. ამ შემთხვევაში ეს ნიმუშის სახით არის წარმოდგენილი. აქაც ახლა სამხედრო შესრულების გამძლე გამაშებით შეიძლიათ გამოიყენოთ ეს ესეთი ნივთია, რომ არ არის დიდად შეზღუდვა სამხედროს გამოიყენებთ თუ სალაშქროს, მაგრამ სალაშქრო გამაშები როგორც წესი უკეთესი არის. აქ გამოჩნდება ახლა რამდენიმე ბრენდის გამაშები, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოები არის მსოფლიოში და აქტიურად გამოიყენება. გამაშის შერჩევისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ იყოს მაქსიმალურად ესეთი მსუბუქი იყოს, გამძლე მასალებისგან იყოს დამზადებული და განსაკუთრებული აქცენტი უნდა გააკეთოთ იმაზე, ყურადღება უნდა მიაქციოთ, აი ეს ქვემოდან, ფეხის ქვემოდან ამოსატარებელი ლენტი იქნება თუ ტროსი სამხედრო გამაშების შემთხვევაში იყოს მაქსიმალურად გამძლე. გამაშები ახლა ზოგიერთ ტიპის ლაშქრობაზე შეიძლება საერთოდ არ სჭირდებოდა, ანუ ისეთ ადგილზე, სადაც თქვენ იცით, რომ ფეხის დაშველების შანსი არ არის, მაგრამ სამდღიანი გასვლა ახლა საქართველოს პირობებში შეიძლება მთაში იყოს, დილის საათებში შეიძლება სველ ბალახში მოგიწიოთ სიარული და ფეხის დაშველების ამბავში სველ ბალახში ფეხი ბევრად უფრო სერიოზულად სველდება დილით ნამიან ბალახზე, მაღალი ბალახი თუ არის, ვიდრე სიტყვაზე საათობით რო იაროთ თოვლში, ხო? ამიტომ ნორმალური სალაშქრო გამაშები მაინც და მაინც დიდ ადგილს არ იკავებს და ჩვეულებრივად დაკეცავთ და ჩადებთ ჩანთაში, არც წონა აქვს რაღაცა განსაკუთრებული, რომ შეგაწუხოთ. თუნდაც ჩანთის რომელიმე გარეჯიბეში არ არის ეს ისეთი ნივთი, რომელიც მომენტალურად დაგჭირდებათ, ეს დაგჭირდებათ უკვე თვითონ საწყის წერტილიდან, საიდანაც იწყებთ ლაშქრობას, ამიტომ კარგი გამაშები თუ გექნებათ, ზოგადად უმჯობესი არის და გამაშების შერჩევა უნდა გააკეთოთ ისე, რომ გამოგადგეთ შემოდგომის და ზამთრის სეზონზე, რომ რაღაცა 20 წვილი გამოში არ გქონდეთ,
არ არის საჭირო, ისეთი გამაში უნდა გქონდეთ, რომელიც რეალურად ნესტიან და სველ ამინჩი სეზონზე გამოგადგება და ასევე გამოიყენებთ სიტყვაზე გაზაფხულის ზაფხულის პირობებშიც. აქვე შევეხები პატარა მეორადი დანიშნულების ჩანთუკების ორ სახეობას. ეს-ერთი მაგალითად ზედამხრიდან გამჭვირვალე გვერდი გამჭვირვალე ფენის მქონე ჩანთა როგორებიც მაგალითად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიგიენური ჩანთის კომპლექტაციაში, რაც აუცილებელი არის 3 დღიან გასვლაზეც, 1 დღიან გასვლაზეც საჭირო არის და 3 დღიანზე მით უმეტეს და უფრო დიდ გასვლებზე აღარ მაქვს საუბარი. ყველა აუცილებელი ჰიგიენისათვის საჭირო ჰიგიენური ნივთები აქ უნდა იქნას მოთავსებული და ერთად იქნას ჩანლაგებული დიდ ჩანთაში. და ასევე პატარა ჩანთუკები შეგიძლიათ 5 ლიტრიანი, შეგიძლიათ რაღაც 10 ლიტრიანი, თუმცა 10 ლიტრიანი ზოგ შემთხვევაში დიდიც იყოს, პატარა 5 ლიტრიანი, 3 ლიტრიანი ჩანთებიც არის, ესეთი მეორადი დანიშნულების ჩანთები შეგიძლიათ წაიღოთ, რომელსაც გამოიყენებთ სიტყვაზე ბანაკიდან პატარა მანძილებზე გასვლის დროს აუცილებელი ნივთების წასაღებად და ძალიან პრაქტიკული არის ასევე ესეთი წელზე წინ დასამაგრებელი ჩანთები ბარსეტკებს რო ეძახიან მცირე ზომის ნივთების ჩასალაგებლად, ზოგ შემთხვევაში ტელეფონით შეიძლება ამაში ჩადოთ და განსაკუთრებით კარგი არის ესეთი ჩანთები, როდესაც ისეთი ცუდი ისეთი უსწორმასწორო რელიეფის პირობებში გვჭირდება გადაადგილება და გარკვეული ტიპის მცირე ზომის ნივთები გვინდა რომ ადვილად ხელმისაწვდომ, სწრაფად ხელმისაწვდომ ადგილზე გქონდეს მოთავსებული ესეთი წელის ჩანთები, ტაქტიკური კონფიგურაციებიც კარგი არის, სალაშქრო კონფიგურაციებიც და ასე შემდეგ. უბრალოდ უნდა შეარჩიოთ ისე რომ იყოს მაქსიმალურად გამძლე და მსუბუქი. გადავიდეთ უკვე ჩანთის მაკომპლექტებელ დანარჩენ ნივთებზე, დავიწყოთ პირველად დახმარების ჩანთუკით, მცირე ზომის აფთიაქი, რა თქმა უნდა, სალაშქრო გასვლაზე ჩვენ არ გვჭირდება სამხედრო აიფაკი, ცეცხლსასროლი არ არის განმიყენებული ჭრილობიდან სისხლის შემაჩერებელი საშუალებებით, ზე ამ შემთხვევაში სამოქალაქო დანიშნულების აფთიაქი, ძირითადი მაკომპლექტებელი კომპონენტებით და ასევე მასში შეიძლება დავამატოთ ჩვენთვის სპეციალურად ჩვენთვის საჭირო სხვადასხვა წამლები და პრეპარატები, სიცხის დამწევი უნდა იყოს, ანტიალერგიული უნდა იყოს და მთელი რიგი ასე ვთქვათ ისეთი წამლები, რომელიც ლაშქრობის პროცესში შეიძლება დაგვჭირდეს. ესე იგი, კომუნიკაციის საშუალებები. თუ ჯგუფთან ერთად გადავადგილდებით და ვიცით რომ ამ ჯგუფში მინიმუმ 1 რაცია კიდე იქნება, თან თუ მით უმეტეს დიდი ჯგუფი არის და კოლონად გადაადგილება არის დაგეგმილი თან განსაკუთრებით მთაში და არის შანსები რომ შეიძლება რაღაცა ესეთი სიტუაცია წარმოიქმნას, რაცია თუ გვაქვს, კარგია რომ წავიღოთ და ზოგადად ჩვენ თუ აქტიურად დავდივართ ლაშქრობებზე, კარგი იქნება თუ მინიმუმ 2 რაცია მაინც გვექნება, ну 1 რაცია სტანდარტულად აუცილებელი არის, 2 რაცია თუ გვექნება, საერთოდ უკეთესია. ჩვეულებრივი სამოქალაქო ბაუფენგის რაცია, რომელიც ამ შემთხვევაში რაცია კომპანია რაცია ჯიდან ვითხოვე ამ კონკრეტული ვიდეოსთვის ბაუფენგის რაცია, ესეთი რაციები ძალიან არის საქართველოში გავრცელებული 5 ვატიანი რაცია არის და ლაშქრობის პირობებში საკმაოდ გამოსადეგი არის, სხვადასხვა სიხშირეებზე შეიძლება მისი მომენტალურად დაპროგრამება, ანუ წინასწარ დაპროგრამების გარეშეც აქვს ჩვეულებრივი ეკრანი და კონკრეტულ სიტუაციაში ისეთ რაციის სიხშირეზე შეგვიძლია დავსვათ ლაშქრობის დროს რა სიხშირეზეც მანამდე არიჯდა და ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია ზოგადად რაცია. აქვე ტელეფონი თავისთავად, სმარტფონი, ახლა ყველას სმარტფონი აქვს, მაგრამ კარგი იქნება თუ ასევე ლაშქრობებში წავიღებთ შედარებით ესეთი ძველებურ ტელეფონებსაც, რომელსაც არც კამერა ქონდა, ფანრიანი Nokia მაგალითად, ძველებური შავ-თეთრი ეკრანებით, რომელსაც სიტყვაზე ერთხელ დავტვენი და შეიძლება 2 კვირა არ დაждდეს, იყო ტელეფონები, რომელიც ერთი წელს კი არ ჯდებოდა, რომ სიტყვაზე გამოუვალ სიტუაციაში გადაუდებელი საჭიროების დროს ტელეფონზე დარეკვა შევძლოთ და საიმედო ტელეფონი გქონდეს, რომელიც სიტყვაზე ვიცით რომ არ დაждდება რამდენიმე დღიანი გასვლის შემთხვევაში. სმარტფონები დილით რო დატანით საღამოთი, ამ შემთხვევაში უკვე დამждარი არის ხოლმე, შესაბამისად, რა თქმა უნდა, სმარტფონი თან უნდა გქონდეთ, მაგრამ მასთან ერთად აუცილებელია ესეთი 3 დღიანი გასვლისთვის მინიმუმ ესეთი 10000 მილიამპერიანი ენერგობანკი, პაუერბანკი და კარგი იქნება თუ პაუერბანკი იქნება ისეთი შერჩეული, რომელსაც ესეთი
სხვადასხვანაირი წვერები თვითონვე აქვს, როგორც Type-C-ს, ასევე iPhone-ის დამტენი და ასე შემდეგ. ხდება ხოლმე რომ power bank-იც ჯდება ხო, რა თქმა უნდა, მით უმეტესობა სხვების ტელეფონების დატკნევაც მოგვიწიოს და თუ ჯგუფთან ერთად მივდივართ, ამისი შანსი კიდევ უფრო გაიზრდება, რომ სხვებს power bank-ი არ ქონდეთ წამოღებული და ჩვენი power bank-ით დავეხმაროთ ტელეფონების დატენვაში. ამიტომ კარგი იქნება ზოგადად თუ გექნებათ და ლაშქრობებზე თანატარებთ ესეთი მცირე ზომის არ არის საჭირო ძალიან დიდები გქონდეს ესეთი მზის პანელები, სპეციალური მზის პანელებია, რომელსაც აქვს თავისი პატარა ელემენტი, აი ამ ადგილზე, მოყვება თავისი USB კაბელი, სხვადასხვა თავაკებით, ამ USB კაბელით შეგვიძლია პირდაპირ power bank-ი დავტენოთ, ან შეგვიძლია პირდაპირ მივუერთოთ ტელეფონს. ზოგადად ესეთი მზის პანელები ბევრნაირი არსებობს, ამას აქვს ესეთი კონფიგურაცია, უკანა მხარეს ესეთი ორი ნახვეტი აქვს, ლუვერსებიანი, ამითი შეგვიძლია სალაშქრო ჩანთაზე ჩამოვკიდოთ და ლაშქრობის პროცესშიც იმუშავებს უკანა მხარეს გადაეფინება ჩანთაზე და განსაკუთრებით ზაფხულის პირობებში, როდესაც მზე არის, რამდენიმე საათში საკმაოდ სერიოზულად დაგვიტანეს ტელეფონსაც და power bank-საც. აქვე არის GPS-ი, GPS-ები, Garmin-ის GPS-ი, რა თქმა უნდა, თუმცა, რა თქმა უნდა, არ არის საკმარისი, რომ მხოლოდ გქონდეს GPS და მისი სრულფასოვანი გამოყენება არ ვიცოდი და რა თქმა უნდა, რუკები არ გქონდეს შიგნით ჩაწერილი, ძალიან აღარ განვავრცობ ამ თემას, სალაშქრო GPS-ი არ არის აუცილებელი რაღაცა განსაკუთრებით მაღალი შესრულების სამხედრო GPS-ები, დიდი ალბათობით ეს ვერც გიქნება, ჩვეულებრივი სალაშქრო Garmin-ის GPS-ები სრულიად საკმარისი არის და თუ აქტიური მოლაშქრე ხართ, ტელეფონის მაპის იმედზე არ უნდა იყოთ და GPS-იც უნდა გქონდეთ თან. რაც შეეხება ფანრებს, ფანრები უმნიშვნელოვანესი ნივთებია სალაშქრო გასვლაზე, როგორი ტიპის გასვლაც არ უნდა იყოს, გვაქვს თუ არ გვაქვს დაგეგმილი ღამით ლაშქრობაში, ღამის ნაწილი, ანუ ღამით გადაადგილება, ფანარი აუცილებელია. ნომერ პირველი მნიშვნელობის არის თავფანარი, თავზე დასამაგრებელი ფანარი, აქაც განსაკუთრებით ასე ვთქვათ, პრიორიტეტი უნდა მიანიჭოთ ისეთ ფანარს, რომელიცაც ელემენტები ეცვლება, შეიძლება იყოს ფანარი, რომელიც თან დატენვადი არის და თან ბატარეებზე არის და ეცვლება კიდეც ელემენტები, რომ ჩვეულებრივ ელემენტებზეც მუშაობს, დატენვად ელემენტებზეც და პლუს კაბელიც უერთდება. ეგ საერთოდ საუკეთესო კონფიგურაცია არის, ანუ ელემენტების ცვლის ფუნქცია ჩვენ გვეხმარება, რომ თუ სიტყვაზე დაგვიჟდა სალაშქრო პირობებში, გამოვცვალოთ და რაღაც power bank-ზე არ ვიყოთ დამოკიდებული. კარგი არის თუ თავფანარს ექნება ჩვეულებრივი ნათების რეჟიმი, თავისთავად უნდა გქონდეს და კარგია თუ ექნება ასევე ციმციმა ნათების რეჟიმი, ჩვეულებრივი თეთრი რედ განათება ციმციმა და ასევე წითელი ფერის განათება ავარიული, რომ სიტყვაზე საჭიროების შემთხვევაში შორმანძილზე წითელი ციმციმა ნათება გადავცეთ სამაშველო ჯგუფს. ასევე ესეთი კომპანია Nightcore-ის ფანარი, ტაქტიკალში მოვიძიე ესეც, ხელის ფანარი ჩვეულებრივი ტაქტიკური კონფიგურაცია აქვს, მაგრამ სალაშქრო ჩვეულებრივად გამოდგება. შეგვიძლია სპეციალური სალაშქრო ხელის ფანებიც გამოვიყენოთ. არ არის აუცილებელი, რომ ძალიან დიდი ზომის და კილომეტრზე რო აქვს ესეთი ნათების ფუნქცია, ესეთი ფანარი გქონდეს, ჩვეულებრივ ახლო მანძილზე განათებისთვის გამოსადეგი ხელის ფანარი მნიშვნელოვანი არის ის, რომ იყოს მაქსიმალურად ხარისხიანი, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები ძალიან ბევრჯერ, რომ შედარებით დაბალი ხარისხის ფანრები, რომელსაც ჰერმეტიზაციის დაბალი მაჩვენებლები აქვს, ან შეიძლება არც კი ქონდეს ჰერმეტიზაცია, მაგარ ნესტში გათიშულა დაუმოკლებია შიგნით და გათიშულა. ამიტომ ჰერმეტული კონფიგურაციის, ჰერმეტული კონსტრუქციის მქონე ფანარი არის უკეთესი, რა თქმა უნდა. ფანარი ისეთი საკითხია, ისეთი თემა არის, ფანარზე დიდად ფული არ უნდა დაზოგოთ, განსაკუთრებით, როდესაც აქტიური მოლაშქრე ხართ. ასევე არის ესეთი მეორადი დანიშნულების ფანრები, ესეთი mini light-ი ესე ქვია. ამ ფანრებს აქვს რამდენიმე რეჟიმი, აქვს ესეთი კარავში ან ბანაკში განათების რეჟიმი, ზემოდან საკიდი აქვს და განათებს ასევე წინიდანაც ჩვეულებრივი ფანარივი და წინიდანაც და უკიდანაც. ესეთი ფანრები ბანაკში, კარავში შიგნითაც ძალიან პრაქტიკულია. თუმცა არ არის ეს არ არის პირველადი საჭიროების მქონე ფანარი, ეს ორი ფანარი, თავფანარი და ჩვეულებრივი ხელის ფანარი
ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. აქვე ორი ძალიან საჭირო ნივთი, კომპასი მნიშვნელოვანია და საჭირო ნივთია ზოგადად სივრცეში ორიენტირებისთვის, ველურ ბუნებაში ორიენტირებისთვის, ნავიგაციისთვის და რა თქმა უნდა კომპასთან ერთად ძალიან კარგია თუ თქვენ ტოპოგრაფიულ რუკასთან მუშაობა შეგიძლიათ და იმ არეალის, იმ ტერიტორიების ტოპოგრაფიული რუკაც გექნებათ სიტყვაზე 50,000-იანი მასშტაბის თან წაღებული, სადაც ეს კონკრეტული ლაშქრობა არის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაინც და მაინც კარგად არიცნობთ ამ არეალს პირველად ხართ მაგ მიმართულებაზე და იდეალურად გაშლილი რელიეფი არ არის და სიტყვაზე დასახლებული პუნქტები მეტნაკლებად მოშორებული არის ამ არეალიდან და უსწორმასწორო რელიეფი არის, მთები არის, სხვა ხეობებით არის დასერილი და ასე შემდეგ. ამიტომ ზოგადად ტოპოგრაფიული რუკა ძალიან აგეხმარებათ ნავიგაციაში და ორიენტირებაში, რა თქმა უნდა, კომპასიც აუცილებელია მასთან ერთად. აქვე არის კიდე ნივთი, რომელიც სამაშველო სიტუაციაში დაგეხმარებათ, სასტვენი, მაღალი ხმის მქონე სასტვენი. სასტვენები ხშირად სალაშქრო ჩანთებს ზედაარსებულ ბაქილებზე, ფასტექსებზე, პლასმასის შესაკრავებზე ზედვე აქვს ხოლმე, მაგრამ როგორც წესი შედარებით პატარა სასტვენებია, დაბალი ხმა აქვს. ამიტომ ესეთი სრულფასოვანი დიდი ზომის სასტვენი კარგი არის. ამ შემთხვევაში ზედვე აქვს კომპასი და აქვს ასევე თერმომეტრი. გრადუს ცელსიუსებში მომუშავე თერმომეტრი, რომელიც სამ ფუნქციას ასრულებს, მოკლედ ესეთი სასტვენები შეიძლება ისერზე ჩამოიკიდოთ, შეგიძლიათ ტანსაცმლის ჯიბეში ჩაიდოთ. ჩანთაში ღრმად არ უნდა შეინახოთ, ანუ მუდმივად თან უნდა გქონდეთ ესეთი ნივთი არის. აქვე ასევე პარაკორდის თოკი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნივთია და ყველანაირი ტიპის გასვლაზე კარგია თუ ჩანთაში გეგდებათ, არ არის აუცილებელი მაინც და მაინც ესეთი სრული ზომის ასეთი შეკვრა, 5-10 მეტრის სიგრძის პარაკორდის თოკი რო გეგდოთ ჩანთაში ნორმალური სიგრძის არის და სხვადასხვა სამუშაოების შესაძლებლად გეყოფათ კონკრეტულ სიტუაციაში, სიტყვაზე თავშესაფრის მოსამზადებლად თუ რაღაცა ისეთი სიტუაცია შეიქმნა თავშესაფრის ასაგებათაც შეგიძლიათ გამოიყენო და ბევრი სხვადასხვა დანიშნულებით. ასევე პარაკორდი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი არის, მის გარეშე არ გამოვა სიტყვაზე სხვადასხვა ტიპის ტენტების გაჭიმვა და დაჭიმვა ხეებს შორის, სალაშქრო ჯოხებზე და ასე შემდეგ. შეშის მოსაპოვებლად ზოგადად უკეთესი არის სალაშქრო ხერხი, ბევრად უკეთესია, თუმცა ნაჯახიც არ არის ცუდი ვარიანტი. სხვადასხვა კონფიგურაციის სალაშქრო ნაჯახები არსებობს, რომელიც შეგიძლიათ თან ატაროთ, ჯობია რომ ჩანთაზე გარედან დაამაგროთ, არ არის აუცილებელი რაღაცა დიდი ზომის სრულფასოვანი მეტყევის ცულები ნაჯახები წაიღოთ, ესეთი ზომის ნაჯახი ნორმალური ზომა არის და შეშის მოპოვებაში ძალიან დაგეხმარებათ, მაგრამ თუ მხოლოდ შეშის მოპოვება არის დანიშნულება, უმეტეს სიტუაციაში, უმეტეს შემთხვევაში ჩვეულებრივი გასაშლელი ხერხი უკეთესი არის ხოლმე, ენერგიასაც ზოგავთ ხშირ შემთხვევაში დროსაც და ბევრი არაფრით ჩამოუვარდება ნაჯახს, თუმცა ნაჯახი თავდაცვის ფუნქციაც აქვს. სიტყვაზე სხვა დამატებით საშუალება არ არის თავდაცვისთვის, ხერხისგან განსხვავებით, ამიტომ ესეთი ნაჯახები საკმაოდ პრაქტიკული არის. ფისკარსის ნაჯახები არის ერთ-ერთი საუკეთესოები, გერბერსაც ნორმალური ნაჯახები აქვს და თქვენი გემოვნებიდან, თქვენი საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოთ. აქეთ უკვე ცეცხლის მოსაპოვებელი ნივთები, ეხლა აქ ჩვეულებრივი ასანთი და ასანთებელი არ მაქვს წარმოდგენილი, მარტივესია, რა თქმა უნდა, ასანთიც უნდა გქონდეთ, განსაკუთრებით სალაშქრო ასანთი, მონადირის ასანთებს რო ეძახიან, ისეთი რომელიც სიტყვაზე ანთების შემდეგ მაღალ ტემპერატურაზე, მაღალი ცეცხლის წყალში ჩაგდების შემთხვევაში და წყლიდან ამოღების შემთხვევაშიც იწვის სანთებელა, ასევე ზოგადად კარგია თუ ცეცხლისთვის განკუთვნილი პატარა ყუთი გექნებათ საკუთრო მომზადებული, სადაც ეს სხვადასხვა საშუალებები იქნება ჩალაგებული და ასევე სალაშქრო ჩანთაში მუდმივად უნდა გეგდოთ ესეთი ცეცხლის ასანთები, მაგნეზიუმის ასანთი, რომელიც სიტყვაზე მშრალ ამინდში და სველ ამინდშიც სანთებელის არარსებობის ან დაკარგვის შემთხვევაში ან სიტყვაზე ასანთის დასველების შემთხვევაში დაგეხმარებათ, რომ ძალიან მარტივად აანთოთ ცეცხლი. რაც შეეხება დანებს, დანები ბევრი სხვადასხვანაირი არსებობს, მაგრამ სალაშქროდ განკუთვნილი დანები ცოტა სხვა მიმართულება არის, სპეციფიური მიმართულება არის, არ არის აუცილებელი ლაშქრობაზე 6-7 დანა წაიღოთ, 2 დანა სრულიად საკმარისი არის
საერთო გამოყენების მაღალ დატვირთვებზე სამუშაო დანა და შედარებით პატარა დანა, შედარებით უფრო აკურატული სამუშაოების შესასრულებლად. რა თქმა უნდა, სრულფასოვანი ესეთი სალაშქრო სერიის დანები იდეალური არის, შესრულებაც, კონფიგურაციაც, ასოგაბარიტული მაჩვენებლებით, ფერიც ისეთი აქვს, რომ სალაშქრო არის მისი პირველადი დანიშნულება, გერბერის Bear Grylls-ის სერია ფიქსირებული პირით, სამუშაოების 99%-ი არის ესეთი ზომის დანა, სრულიად საკმარისი არის ფიქსირებული პირით. ასევე ძალიან გამოსადეგია სხვადასხვა ტიპის მულტიტულსები, თუ თქვენ იცით, რომ შეიძლება ცოტა ისეთი განსხვავებული რაღაცებისთვისაც დაგჭირდეთ, ზედმეტ ჩვეულებრივი დანაც აქვს, ახრახნისიც, ბრტყელი წუჩაც ამ შემთხვევაში, ხშირ შემთხვევაში ხერხიც და ნორმალური მულტიტულსები ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთი არა მხოლოდ ლაშქრობის დროს, არამედ სხვა სიტუაციებშიც. საუკეთესო ბრენდი ამ შემთხვევაში არის ლეზერმანი, რომელსაც ბევრი სხვადასხვა კონფიგურაციები აქვს და ასევე ძალიან კარგი არის კლასიკური Victorinox-ი, მისი სხვადასხვა მოდელები, დასაკეცი დანის კონფიგურაციაში აქვს ესეთი ჩვეულებრივი ბრტყელ ტუჩას მსგავსი კონფიგურაციის მულტიტულსებიც, მაგრამ ასეთ კონფიგურაციაში ლეზერმანები ჯობია ისევ სტანდარტულ კონფიგურაციებში Victorinox-ი, პატარა Victorinox-ები, დიდი Victorinox-ები იდეალური მულტიტულსები არის, ანუ მულტიტულსებია, ანუ მრავალ ფუნქციური ხელსაწყობით აღჭურვილი დანები. თუმცა თუ თქვენ შედარებით განსხვავებული გემოვნება გაქვთ და გინდათ რომ დასაკეცი დანაც გქონდეთ ლაშქრობაზე, აქვე იტყვით რომ არავითარ შემთხვევაში ესეთი დანა არ წაიღოთ ლაშქრობაზე, ამით მაქსიმუმ რაღაცა პური ან ძეხვი დაჭრათ, საჭმლის დასაჭრელად გამოიყენოთ, არაფერში არ გამოვადგებათ ეს, დიდათ არც თავდაცვისთვის გამოგადგებათ ესეთი დანა, არც სიტყვაზე რაღაცა ჯოხის გასათლელად და არც მით უმეტეს მაღალ დატვირთვებზე სამუშაოდ. თუ მაინც და მაინც გინდათ დასაკეცი დანა, ისევ და ისევ სალაშქრო ხაზის, რომელიმე ბრენდის სალაშქრო ხაზიდან დასაკეცი კონფიგურაცია, ამ შემთხვევაში ისევ და ისევ გერბერის Bear Grylls-ის სერია, თუმცა აქაც ჩვეულებრივი ფიქსირებულისგან განსხვავებით მაღალ დატვირთვებზე ამას ვერ ამუშავებთ, იმიტომ რომ ნებისმიერი დასაკეცი დანა აპრიორშივე კონსტრუქციაში უფრო სუსტია, ვიდრე ფიქსირებული დანა შეიძლება შედარებით უფრო უხარისხოც კი იყოს. ასევე აქვე არის წარმოდგენილი ეს კოზი და ჩანგალი დასაკეცი დანის კონფიგურაციაში აქვე აქვს გასახსნელიც, ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთი არის კოზი და ჩანგალი. შეიძლება თქვენ ცალკეც გქონდეთ, ცალ-ცალკეც სალაშქრო კონფიგურაციაში წარმოდგენილი, თუმცა თუ ერთად იქნება, ბევრად უფრო ერგონომიული გამოსაყენებელი არის და სიტყვაზე დაკარგვის შანსი შედარებით უფრო ნაკლები არის რომელიმესი. ამ შემთხვევაში ემტაკის სალაშქრო ტაქტიკური სამხედრო გამოყენების კოზი და ჩანგლის კომპლექტი არის ასენი ბევრი სხვადასხვა ვარიაციები და თქვენი გემოვნების მიხედვით უნდა შეარჩიოთ. რა თქმა უნდა, სამდღიან გასვლაზე აუცილებელი არის ესე. გადავიდეთ უკვე იმ ნივთებზე, რომელიც წყალს და საკვებს ეხება. საკვების მოსამზადებლად სხვადასხვა ვარიაციები არსებობს, არის ესეთი სამხედრო კონფიგურაციის კარდალები. სამხედრო კონფიგურაციაში ესენი ბევრი სხვადასხვანაირი არსებობს, ესეთი დასაკეცის სახელური აქვს. ეს შეგიძლიათ ცეცხლძეს ძეს დადგათ, ამაში წყალიც გააცხელოთ, შეგიძლიათ საჭმელიც გააკეთოთ, ამაში აქვს ესეთი თავსახური. ამ შემთხვევაში ეს კომპანია ჰელიკონის წარმოების კარდალა არის. ალუმინის სამხედრო კარდალებიც გამოდგება, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი ჩვენთან გავრცელებული ალუმინის კარდალები, რაც არის ძალიან ბევრს ეშლება ხოლმე მისი პირველად დანიშნულება და ცეცხლზედ გავენ და პირდაპირ შიგნით აკეთებენ საჭმელს. გარკვეულ სიტუაციაში ამდენჯერმე წყლის ასადუღებლად შეიძლება გამოდგეს, მაგრამ აი ამ ალუმინის კარდალების პირველადი ფუნქცია არის, რომ საველე სამზარეულოში უკვე გაკეთებული ცხელი საჭმელი ჩაასხან და იქიდან მოხდეს პირდაპირ ჭამა. არ არის ალუმინის მწვანე კარდალები იმისთვის, რომ ცეცხლში ჩადგა პირდაპირ და შიგა აკეთო საჭმელი, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ფუჭდება, განსაკუთრებით თუ ესეთი მაღალი ტემპერატურის მქონე ისეთი ცეცხლი არის და არ არის რეკომენდირებული დიდად მაგაში გამოყენებისთვის, ასეთი უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული სპეციალური კარდალები ჯობია, რა თქმა უნდა, მოიხსნას. თუმცა სალაშქრო სიტუაციაში ამ სამხედრო კონფიგურაციის კარდალას ბევრად ჯობია სალაშქრო ქვაბუნები. ესეთი კონფიგურაცია ჩვენთან ძალიან არის გავრცელებული და პოპულარულია, ბევრი იყენებს ესეთებს. ბევრგანი იყიდება, ამ შემთხვევაში ტაქტიკაში არის წარმოდგენილი უკრაინული ემტაკის სალაშქრო ქვაბუნები. არის პატარა
ქვაბუნა, რომელიც ზემოდან ეთვალება და დიდი ქვედა საჭმლის გასაკეთებლად, წყლის სასადუღებლადაც და წყლის სასადუღებლად ეს კონკრეტული პატარა შეგიძლიათ გამოიყენოთ. სახელურები ესე ეკეთება. რა თქმა უნდა, სიცხლეზე დადგმის შემთხვევაში სახელურები გახსნილ მდგომარეობაში უნდა იყოს. მაინც და მაინც ეს დიდ ადგილს ეს ჩანთაში არ იკავებს და იმის გამო რომ საკმაოდ ისეთი შიდა მოცულობა საკმაოდ დიდი აქვს, შეგიძლიათ დამატებითი ნივთები ჩაალაგოთ სივრცის ადგილის ეკონომიის მიზნით ჩანთაში. რა თქმა უნდა, ისეთი ნივთები, რომელიც საკვები დანიშნულების არის. პირდაპირ საჭმელიც შეგიძლიათ ამაში ჩაალაგოთ და ისე წაიღოთ. ზოგადად ეს მრგვალი კონფიგურაციის ქვაბუნა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ოპტიმალური და კარგი კონფიგურაცია არის აი ამ სამდღიანი გასვლებისთვის. არსებობს დიდებიც, არსებობს ჩაიძნებით, სალაშქრო ჩაიძნებით, მაგრამ ესენი უფრო ხანგრძლივი გასვლისთვის, ხანგრძლივი გამოყენებაზე არის გათვლილი ერთკვირიანი გასვლებისთვის და ასე შემდეგ. რაც შეეხება თვითონ საჭმელს. საჭმელი ბევრი სხვადასხვანაირი შემადგენლობით შეიძლება წავიღოთ. სტანდარტული ახლა რაც აუცილებლად უნდა გქონდეს გასვლაზე არის სხვადასხვა სნექები, მაღალ ენერგეტიკული საჭმელები, სნიკერსები, სიტყვაზე კარგია თუ ექნება წაღებული, ანუ ისეთ შემთხვევებში, როდესაც რაღაც სრულფასოვნად დაждდომას, სრულფასოვნად ჭამას, ცხელი საჭმლის გაკეთებას ვერ ვახერხებთ და გვინდა რომ ენერგია აღვიდგინოთ, შევისვოთ სნიკერსი იდეალური საშუალება არის, ჩურჩხელები იდეალური საშუალება არის, ჩვეულებრივი თხილები და ჩირები იდეალური საშუალება არის, ერთმანეთში არეული და ასე შემდეგ. რაც შეეხება სრულფასოვანი საჭმელი, კარგი არის თუ გვექნება გასვლისთვის და ძალიან პრაქტიკულია სხვადასხვა ტიპის მშრალი ულუფები, რაციონები, თუმცა ამ საჭმლის შემადგენლობის დაკომპლექტება ჩვეულებრივ მაღაზიაში ნაყიდი საჭმელებითაც შეგვიძლია, ჩვენთან ძალიან აქტიურად იყენებენ სხვადასხვა ანაკომებს, ლაშქრობებზე დააქვთ, მცირე არის მოცულობაში, ძალიან მსუბუქი აქვს წონა და აქტიურად გამოიყენება ლაშქრობებზე. თუმცა კალორიულობის ამბავში, შემადგენლობის მრავალფეროვნების ამბავში, ესეთი სრულფასოვანი მშრალი ულუფები იდეალურია. ამ შემთხვევაში ესეთი ამერიკული MR-ის კონფიგურაციის სამხედრო მშრალი ულუფების სამოქალაქო კლონები და ასევე ესეთი პრორაციონის ჩეხური სამხედრო ტაქტიკური ასევე სალაშქრო დანიშნულებაც აქვს. მშრალი ულუფები ძალიან მაღალი ხარისხის და მაღალი დონის ბოლო დღეებში შემოვიდა, ესენი ბოლო პერიოდში შემოვიდა ტაქტიკალში. ამ შემთხვევაში ეს არის მთლიანი ერთი დღის რაციონი, full day menu ერთი, სხვადასხვა ნომრები არის აქაც მენიუების სხვადასხვა შემადგენლობით და ასევე ნახევარი დღის მენიუ. ამ შემთხვევაში 1931 კალორია არის, ნახევარი დღის მენიუში 811 გრამი არის მთლიანი წონა. უკიდურესად გამძლე ყუთში არის მოთავსებული, პარკში არის მოთავსებული. მთლიანი დღის მენიუსაც შეეხება 3652 კალორია არის, 1813 გრამი არის მთლიანი წონა ამისი. გამოყენების სპეციფიკა, პროცედურები, როგორ უნდა გავაცხელოთ, ყველაფერი ზედა წერია. ძალიან საინტერესო არის, რომ თვითონ აი ამ პარკზე, შიგთავსზე არის დატანებული ზემოდან სახაზავის დანაყოფებიც, დაბეჭდილი არის. აქეთ ინჩებში, აქეთ ჩვეულებრივი მეტრულ სისტემაზე. საკმაოდ კარგი კონფიგურაციის არის და ამას შევამოწმებთ, გავხსნით და გავსინჯავთ და ამის ვიდეო განხილვასაც შემოგთავაზებთ სხვადასხვა ნომრების. რაც შეეხება წყალს, წყალი, ჭურჭელი, რითიც წყალი მიგვაქვს, ანუ ერთდროულად ჩანთა წყლის მარაგი, რითიც გვაქვს ჩანთა დაკომპლექტებული, დაახლოებით 2 ლიტრი, 2 ლიტრ ნახევარი, 3 ლიტრი შეგვიძლია გააჩნია როგორი წელიწადის რომელი სეზონია, ძალიან ცხელა თუ არ ცხელა და ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული. ასევე უნდა გქონდეს ჩვენ ინფორმაცია იმაზე თუ დახვდება თუ არ დახვდება იმ მართულებაზე წყარო, სადაც წყლის გადავსება, შევსება შეგვიძლია, თუ ვიცით რომ ისეთ მართულებაზე მივიდივართ, სადაც წყლის გადავსება არ შეგვიძლია, მაქსიმალურად დიდი რაოდენობით უნდა წავიღოთ წყალი. ჭურჭელი იდეალური არის ესეთი სალაშქრო
ჭურჭლები. ამ შემთხვევაში ჰელიკონტექსის სალაშქრო ბოთლი, ნალჯენის ბოთლები არის ერთ-ერთი ყველაზე კარგები სალაშქრო ბოთლები წყლის წასაღებად. არავითარ შემთხვევაში ლაშქრობაზე არ წაიღოთ ჰიდრატორი, ქემელბექი და მსგავსი ნივთები, ყოველდღე ამოუსადეგარი არის ლაშქრობაში. წყალი შეგიძლიათ, რა თქმა უნდა, სალაშქრო წყლის ბოთლი თავისთავად და დამატებით ჩვეულებრივად მაღაზიაში ნაყიდი წყალი ბოთლებით შეგიძლიათ ჩაყაროთ ჩანთაში. თუ მოგეწონათ ჩვენი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი და მსგავსი ვიდეო განხილვების გადაღებას კვლავაც გავაგრძელებთ.